ქალბატონო ელა გაფრინდაშვილი თქვენ ვიცნობ, მე ვფიქრობ, არის მკვლევარი, ფემინისტი და ნადია პერფორმერი, არტისტი პერფორმერი. როგორც ქართულად გაწყალი. და всё. მადლობა. დიდი მადლობა, აგნეშკა. კარგია რომ ცოტანი ვართ. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იმ ინსპირაციისთვის, რაც მე მინდა შემოგთავაზოთ, ბევრი ხალხი ხელი შემშლება. და მით უფრო იმდენად პერსონალურ რაღაცებზე მინდა გელაპარაკოთ, რომ მაინც და მაინც დიდი მოწმეები ასეთ დროს, როცა შენ შიგნიდან ყვები რაღაცებს, არ არის ასურველი ბევრი დამკვირვებელი ამ პროცესზე. იმიტომ კი არა, რომ მე შეიძლება რაღაცები შემრცხვეს ბევრ ხალხში, ამის გამო არა. უბრალოდ ეს ინტერაქცია ბევრად სუსტია, როცა ბევრი ადამიანი გისმენს და გაკვირდება იმ ასე ვთქვათ სათქმელის გამომზეურებაზე, რასაც შენ აპირებ. თვითონ სათაურს მინდა დააკვირდეთ ჩემი ასე ვთქვათ გულახდილობის, მას ქვია დეიდა ჩემის ბედის წერა და წერა არის გამოყოფილი. ბედის წერა შემეძლო ერთადაც დამეწერა, ხო? ერთი სიტყვა. ქართულში ბედის წერა როგორც ბედი, ხო? მაგრამ ეს წერა მე გამოვყავი წითლად და ცალკე, სწორედ იმიტომ რომ მე ისეთი ახლობელი ადამიანის ბედიც კი დავწერო, როგორც დეიდა ჩემია, რომელსაც ჩემი ბავშვობიდან ვიცნობ, არის ბევრად რთული პროცესი, არა მის და ჩემი სიახლოვის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის ქალია და არის ქალი მწერალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა, ვთქვათ, ბიძა ჩემი, რომელიც მწერალი არ არის, მაგრამ საკმაოდ ისეთი პროდუქტიული და ესეთი აქტიური და კარგი ტიპია, ხო? თვითონ მამაკაცურ, ასე ვთქვათ, სამყაროს გადმოცემის და დაწერის ტექნოლოგიაც ჩემი აზრით, დავავიწროოთ, ვთქვათ, მწერალი მამაკაცები და მწერალი ქალები, სხვადასხვა რაღაცა არის. მაგალითად, მამაკაცის, როგორც მწერალის ცხოვრებას, როდესაც ჩვენ წერთ, ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ მას ცხოვრება. თვითონ ისიც ასე უყურებს, მამაკაცები ასე უყურებენ თავიანთ გავლინ გზას, ეს არის მათი ცხოვრება. მაგრამ ქალები, მათ შორის დეიდა ჩემიც, რომელსაც გაგაცნობთ ახლა, მის ცხოვრებას უყურებს როგორც ბედის წერას. ესე იგი, ეს არის მოცემულობა, რომელიც მას მოეცა და რომელიც მან კი არ გააკეთა, არამედ დაწერა ვიღაცამ ეს ბედი მისთვის, ეს ცხოვრება მისთვის, ეს ცხოვრება, რაც მან იცხოვრა, ფაქტობრივად წინასწარ განსაზღვრული იყო კულტურით, 30-იანი წლების რეპრესიებით, მამამისის ბედით, მისი ძმის ბედით, პატრიარქატით ზოგადად. ესე იგი, ქალები ვერ აკეთებენ საკუთარ ცხოვრებას. რეპრესიების ნაწილი რომ გამოვაკლოთ დეიდა ჩემის, ასე ვთქვათ, ბედის წერას, ისედაც ის მის ცხოვრებაში ვერაფერს ვერ შეცვლიდა სამწუხაროდ. ასეთი რეალობა იყო, ის როგორც შემოქმედი, როგორც მწერალი. და რასაც მინდა მიაღწიოთ, ასევე ეს ფოტოები, რომელსაც მე ახლა თქვენ გაჩვენებთ, ფაქტობრივად არის ფოტოები, რომლებიც მე მის სიცოცხლეში არასოდეს არ მინახავს. ეს არის ფოტოები, რომლებიც მე მან დამიტოვა
ფაქტობრივად იმ კაბასთან ერთად, რომელიც უნდა ჩამეცმია, როდესაც ის გარდაიცვლებოდა და ფაქტობრივად დამეწერა ის ისტორია, ის ასე ვთქვათ, ბედი მისი, რომელიც მანამდე მას თვითონაც არ დაუწერია და რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ეს საქმე მომანდო მან. აი ეს პირველი ფოტო გადაღებული არის 1941 წელს, როცა უკვე მისი მამა დაიჭირეს 1937 წელს და 38-ში უკვე დახვრიტეს და ეს ამ ფოტოში არის აი თვითონ ის გადახაზული გოგონა არის თვითონ დეიდაჩემი სირაგაბიანი, გვერდით უზის მამიდან მისი მარიამი და კალთაში ზის დეიდაჩემის ძმა გურგენი, რომელიც დაიბადა მამის დაჭერის შემდეგ. და ეს ფოტო, რომელიც შემდეგ მე ჩემს ახლობლებს ვაჩვენე, ასევე ამ ფოტოს ისტორია ასეთი. ამ ფოტოზე ის ჩანდა ჩვეულებრივად, მაგრამ მას შემდეგ, რაც 42 წელს გაიგო, რომ მამა უკვე დახვრიტეს, ამ ფოტოზე საკუთარი თავი წაშალა. და შეიძლება ამ ფოტოს მე როგორც ვაფასებ ყოველ შემთხვევაში, რადგან ვიცი მისი შემდეგი ცხოვრება, აი ეს მარადიული წაშლის პროცესი, საკუთარი თავის წაშლის პროცესი, თითქოს რაღაცნაირი ბედისწერა არის სწორედ აი ამ ქალისთვის. და ეს წაშლის პროცესი გრძელდება სულ, ესე იგი არა მარტო თქვა 5 წლის ასაკში, არამედ შემდეგაც უკვე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, როცა მას თითქოს უკვე 30-იან 40-იან წლებში, 50-იან წლებშიც ესე იგი შენ რომ რეპრესირებული შვილი იყავი, უკვე თავისთავად მოგეხსენებათ ნიშნავდა იმას, რომ შენ არასოდეს არ უნდა გაგემხილა ვინ იყო მამა შენი, ხო? აი და მაინც საზოგადოების თვალში საცემი არაფერი არ უნდა გაგეკეთებინა, მით უფრო დაწერა რამისი ვთქვათ შენი სახელით, ხო? იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილი იყო, ვისი შვილი იყო. მაგრამ ამ ყველაფერს ის უყურებდა საკმაოდ ირონიულად, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ამან განსაზღვრა მისი შემდგომი ცხოვრება და ესე იგი სკოლაში მართალია ტროცკიც მეძახოდნენ, ესე მიყვებოდა, მაგრამ როდესაც გავიგეო, რომ ამავე დროს ბუხარინის მიმდევარი შვილიც ვიყავიო, ბევრი ვიცინეო, იმიტომ რომ ბუხარზე ჩვენი სახლის ბუხარი მახსენდებოდაო. ანუ თვითონ აი ამ ასე ვთქვათ მოცემულობის მიმართ მას ჰქონდა საკმაოდ ისეთი ირონიული, ეს შეიძლება ხერხი იყო იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაეძლია მთელი ის რეპრესია, რაშიც მან იცხოვრა. საკმაოდ ისე ჩანს, ასე ვთქვათ, მისი პასპორტიდან, რომელიც 53 წელს აიღო, ფაქტობრივად აი ამ წლის შემდეგ მას არც ერთ ეპოქაში პასპორტი არ გაუკეთებია. ესე იგი, ყველანაირად ცდილობდა, რომ არც ფოტო გადაეღო, არც ვთქვათ რაიმე სახელმწიფო დაწესებულებებთან ქონოდა რაღაც შეხება, ანუ ის შიში ფაქტობრივად, რომელიც მან სკოლის პერიოდში გამოიარა, რაღაცნაირად სულ ახლდა გარესამყაროსთან ურთიერთობაში და განსაკუთრებით ხელისუფლებებთან, უფროსებთან, მთავრობებთან ურთიერთობაში, ამიტომ ისეთი პატარა ფრაგმენტითაც კი, როგორც არის ვთქვათ, პასპორტის გაკეთება, ის ცდილობდა, რომ არანაირი შეხება ხელისუფლებასთან არ ქონოდა. მას ყოველთვის ყავდა, ასე ვთქვათ, რომელიც ჩემი მასთან სიახლოვის ერთ-ერთი დეტერმინატორიც იყო, მას ყოველთვის ჰქონდა რაღაც ამოჩემებული ისტორიები. აი
და როგორც შემდეგ გავიხსენე და დავაკვირდი, ეს ისტორიები ყოველთვის იყო რეპრესიებთან დაკავშირებული, ან ქალმწერლებთან დაკავშირებული. ის საგანგებოდ, აი სკრუპულოზურობით სწავლობდა ქალების ბიოგრაფიებს. განსაკუთრებით ისეთი ქალების, რომლებიც იყვნენ ძალიან ცნობილები, როგორც მწერლები, ვთქვათ, ან ძალიან უცნობები, ან რეპრესირებულები. აი ეს ლოგიკა იყო რაღაცნაირად აი იმ დამახსოვრებაში, რასაც ის იმახსოვრებდა. აი ამ საფონ გელაძის ეს არის საბჭოთა ქალი ჟურნალი, აი ამ ჟურნალში, აი ამ კონკრეტულად ამ გვერდში ქონდა გახვეული ის კაბა, რომელზეც მე დამიბარა, რომ ესე იგი როცა გარდაიცვლებოდა, უნდა ჩამეცნია ეს კაბა. და ეს ლექსი 1917 წელს არის დაწერილი, საფონ გელაძის ლექსი და ძალიან საინტერესო არის იმითი, რომ ფაქტობრივად ამ ლექსში არის საქართველოს მტრების მიმართ არის, ასე ვთქვათ, მიძღვნილი ეს ლექსი, რომ ესე იგი ქართველი ერი არასოდეს არ დაემორჩილება, მაგრამ ეს არ არის შემაწუხებელი პატრიოტიზმი. თქვა არ ვიცი რამდენად კითხულობთ თქვენ ამ ლექსს, მაგრამ აი რაღაც თუ შეიძლება ითქვას ქალური ინტონაციები ამ პატრიოტიზმს აქვს. ეს არ არის რაღაც ურაპატრიოტული, აი რაღაც თითქოს ნებისმიერი ფრაზა, რომელიც შეიძლება ამოიღო ტექსტიდან, არ გაძლევს საშუალებას, რომ არაგულწრფელი უწოდო, თქვათ, ან რაღაც აი გადამეტებული. ძალიან ისეთი აი რაღაც იავნანასავით ტექსტია. საფონ გელაძე ძალიან უყვარდა და სხვა შორის იცოდა მისი ბიოგრაფია, რომელიც ძალიან ტრაგიკულია და მე ვფიქრობ, რომ ცალკე ლექციას მოითხოვს. ის იცით, რომ 30-იან წლებში ეს აღმოაჩინეს საავადმყოფოში აბსოლუტურად დანაწევრებული მისი გვამი, ანუ როდესაც გარდაიცვალა ვიღაცამ, ძალიან რთული არის საკვლევად ეს რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ მე შევისწავლე საარქივო მასალები საფონ გელაძის და შეიძლება რამდენიმე ვარაუდი, თუმცა ეს ყველაფერი შესამოწმებელი. ეს ტექსტი უკვე მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ოწეპელი დაიწყო, სვანეთშიც რაღაცნაირად ხელისუფლება დარბილდა, ხო? არ იყო ისეთი ჩასაფრებული ხელისუფლება აი ამ ტროცკის, ბუხარინისტების, ასე ვთქვათ, ოჯახების მიმართ და ამიტომ იცოდნენ რა მისი წერის უნარი, მას თხოვეს, რომ აი ამ საბჭოთა საქართველოში რაღაცა სტატიები დაებეჭდა. ამიტომ ის იწყებს ამ პერიოდიდან სტატიების გაგზავნას, მაგრამ ძირითადად წერს ქალებს თუ ნანახილობთ, ეს არის სამ განყოფილებიანი სტალინის ბავშვობა, ყრმობა და უკვე აი ბელადობის პერიოდი, ეს არის ჰიმნი სტალინის შესახებ. და თვითონ ეს წიგნი მე ბავშვობაში ცხადი არ მინახავს, აი მისი გარდაცვალების შემდეგ არის ან შეყვარებულებზე, ან არის ძალიან გაღმერთებულ, თქვათ ილია ჭავჭავაძეზე ან აკაკი წერეთელზე შეიძლება კონდეთ ერთი. აკაკიზე უფრო ნაკლები არის მიძღვნები, სხვა შორის ილიას მიმართ უფრო არის, მაგრამ აი ილიას ეპოქასთან ახლო მყოფი ქალები იშვიათად უძღვნიან მას ლექსებს, უფრო შემდეგ, როდესაც მოკლეს უფრო მეტი არის მისდამი მიძღვნები. და ეხლა თვითონ აი ტექსტში მინდა უფრო ახლოს შევიდე, თვითონ ისინი როგორ უყურებენ აი ქალი მწერლები თავიანთ შემოქმედებას. საკმაოდ სკეპტიკურად. აი დეიდა ჩემიც კი, რომელიც საკმაოდ კარგად წერდა და მიუხედავად იმისა, რომ მან განათლება მისი ბედის გამო ვერ მიიღო, ძალიან ინფორმირებული იყო, ძალიან ბევრი რამე იცოდა, არა მარტო ქართული კულტურის შესახებ, რომ ტოტალურად და ისტერიულად კითხულობდა ყველაფერს. მათ შორის ისეთ ტექსტებსაც, რომლებიც არ აინტერესებდა.
და აი ამ ისტერიკაში, კითხვის ისტერიკაში რაღაცნაირად იგრძნობოდა, რაღაცნაირი კომპენსაცია ხდებოდა იმისი, რაც მან ვერ მიიღო. ესე იგი ის, რასაც ადამიანები აკეთებენ, თქვათ, უნივერსიტეტებში 5 წლის სწავლის განმავლობაში, ხო, რაღაც კვალიფიკაციას იძენენ, რომ ჩარჩოარი სილაბუსი, ასეთი სილაბუსი მას არ ჰქონდა, ამიტომ ის რაღაცნაირად ძალიან ხარბად ეწაფებოდა აი ამ ყველაფერს. ანალოგიური რაღაცები წამიკითხავს სხვა ქალი მწერლების მიმართ, მათ შორის დეიდა ჩემის ფავორიტების ცხოვრებიდანაც. და ერთი ძალიან საინტერესო ტექსტი არის, რომელიც რაღაცნაირად ზუსტად აღწერს აი ამ ყველაფერს, რაც თქვათ ანალიტიკურად შეიძლება გამოვიყვანოთ სხვა მწერალი ქალების, ასე ვთქვათ, ქალების მათი შემოქმედებისადმი დამოკიდებულებიდან. ეს ძალიან დაწურულად არის აღწერილი ამ ტექსტში, რომელიც ფაქტობრივად პირველი ტექსტია, როგორც მე ვარაუდობ, ესეთი მწერალი ქალის, ასეთი ზურნა გამოდიოდა საქართველოში 50-იან წლებში. მიხეილ თუმანიშვილი იყო რედაქტორი და აი ამ რედაქტორს ეტყობა, აი ამ მელანია მამაცაშვილმა რამდენჯერმე გაუგზავნა მისი მოთხრობა იმისაც, რომ დაებეჭდათ ესე იგი ამ გაზეთში, მაგრამ არ მიაქცია ამ რედაქტორმა და აი სწორედ მისი ტექსტი იწყება საყვედურით, რომ მართალია თქვენ არ მაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მე ველოდები, ასე ვთქვათ, თქვენს ვერდიქტს იმისათვის, რომ გავაგრძელო თუ არა ჩემი შემოქმედება და საკმაოდ დრამატულად აღწერს შემდეგ იმ პერიოდს, როდესაც ის რაღაცას წერს, აი ერთი რომანი აქვს დაწერილი, რომელიც რო შეხედა და წარმოიდგინა, რომ ეხლა მე რო ამას